თბილისის გზების მძიმე მდგომარეობით მოამბე დაინტერესდა ქუჩების დიდ ნაწილზე ასფალტის საფარი დაზიანებულია, რაც მძღოლებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მომავალი წლის ბიუჯეტში თბილისის გზების რეაბილიტაციაზე 64 მილიონია გამოყოფილი. რატომ დაზიანდა გზები და როდიდან დაიწყება საფარის ხელახალი დაგება? ამ თემით ნიკა მოლოდინაშვილი დაინტერესდა. ასე გამოიყურება დედაქალაქის ქუჩები, სადაც ავტომანქანებს უკვე გადაადგილება უჭირს. შიდა გზების გარდა თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა მთლიანად დაზიანებულია. ქუჩებში გაჩენილი ღრმულები უკვე ორმოებად იქცა. ასეთი ორმოების საშუალო სიღრმე დაახლოებით 10-დან 30 სანტიმეტრამდეა. ავტომანქანის მძღოლები შექმნილი მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ქალაქის შესაბამის სამსახურებს ვალდებულების დროულად შესრულებისკენ მოუწოდებენ. ფიქრობ, რომ დროულად უნდა აკეთებდნენ. მეორე ადგილას არის. გაგარინზე ხო არის და არის. მიჩვეული ვარ, რომ აღარ ვიყურები დაბლა და შეიძლება უსვათ ჩაარტყა მანქანა გააფუჭო. არ კეთდება საერთოდ გზები. თუ აკეთებდი სიტყვაზე წელიწადში ერთხელ, ეხლა ვაკეთებ ყველა სამ-თვეში. დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ გზის საფარის დაზიანებაში გასაკვირი არაფერია, რადგან ზამთრის ყინვების შემდეგ გზები ყოველ წელს ასე ზიანდება. ჩვეულებრივი მოვლენა არის დიდი ხნის წინ დაგებულ გზებზე, ძველ ასფალტზე ორმოების გაჩენა. ეს გამოწვეულია მაღალი, უпростоრე დაბალი ტემპერატურის ყინვების შემდგომ ნალექების მოსვლის შემდეგ ერთდროულად ჩნდება მთელ ქალაქში ძველ გზებზე ორმოები. ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად გაგარინის ქუჩაზე არის, სადაც დღესაც მიმდინარეობს გუშინაც რამდენიმე დღეა დაწყებულია სამუშაოები. დღეს საღამოს იწყება სადრენაჟი ქსელის მოწყობა და ხვალ დაეგება ორმოები ბარათაშვილის აღმართზე, მოგეხსენებათ იქაც ბევრი ორმოა. განსხვავებული მოსაზრება აქვთ დედაქალაქის საკრებულოში. უმრავლესობის დეპუტატები მერიას საბოტაჟში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გზებს მიზანმიმართულად პოლიტიკური მოტივით არ აგებენ. ჩვენ საქმე გვაქვს 11 ნაკლები მიზანმიმართულ საბოტაჟთან ქალაქის წინააღმდეგ. დიახ, ეს არის საბოტაჟი. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ რამენაირად მოსახლეობაში დაგროვდეს ნეგატივი ახალი ხელისუფლების მიმართ. აი რატო არ კეთდება გზა, ხო ხედავ გზა იმ დროს უკეთესი იყო და ამის მსგავსი აეროპორტის გზატკეცილზე იქნა დაგებული ახალი ასე ვთქვათ საფარი, გზის საფარი და თავის დროზე ყოფილმა პრეზიდენტმა და ყოფილმა მერმა ჭიაბირაშვილმა, როდესაც ეს გზა ასე ვთქვათ გახსნეს, მაშინ გახსოვთ საუბარი, მათ შორის ეს საზოგადოების მინდა ეს შევახსენოთ და გაიხსენო ყველა, რომ იქ იყო საუბარი რამდენიმე ათწლეულიან ასე ვთქვათ გარანტიებზე გზისა. ერთადერთი ვისაც ღრმულების სიმრავლე ახარებს ავტომანქანის სავალი ნაწილების ხელოსნები არიან. კლიენტების სიმრავლე მათთვის უკვე შესამჩნევია. ორმოში დაზიანებული ავტომანქანის სავალი ნაწილების შეკეთება ავტომანქანის მარკის მიხედვით საშუალოდ 200-დან 1000 ლარამდე ჯდება. უფრო მოიმოდეს ეს. ჩვენთვის გაიქნება, თუ იქნება მუშაობა გაიქნება. ხუდი დანგრეულია ყველგან თელი ქალაქი. აი, კაი გზები რო იყოს არ გაფუჭდება მანქანა ვარა. დედაქალაქის ქუჩებში ასფალტის საფარის დაგება სავარაუდოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ტენდერების შედეგად გამარჯვებული კომპანიები გამოვლინდებიან. 2014 წლის ბიუჯეტში მხოლოდ თბილისის გზებისთვის 64 მილიონი ლარია გათვალისწინებული.